ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე საკოორდინაციო კომისიის წევრებთან ერთად სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ადმინისტრაციის ინფორმაციით კომისიის სხდომას დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელთან ერთად 15-მდე სადისტრიბუციო კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. მათივე ცნობით კობახიძემ შეხვედრაზე თქვა, რომ ფასების დაწევაზე ყველამ ერთად უნდა იზრუნოს. კობახიძემ სასურსათო ფასებზე კომენტარი 2025 წლის 24 დეკემბერს გააკეთა. მაშინ ოცნების პრემიერმა სამართალდამცავ უწყებებს საკითხის სიღრმისეული შესწავლისა და კონკრეტული სუბიექტების საქმიანობაში შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულის დადგენისკენ მოუწოდა. პირველადი კვლევა აჩვენებს იმას, რომ საკმაოდ მაღალი ფასნამატი წარმოიქმნება უშუალოდ საქართველოს საზღვრიდან თარომდე და ფასნამატი საშუალო ფასნამატი შეადგენს 86%-ს, რაც ჩვენი აზრით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ დავინტერესეთ მე პირადად ნახე მაგალითად გერმანიაში საბითუმოდან თარომდე ფასნამატი როგორც შეადგენს 20-დან 30%-მდე, ანუ ეს არის სტანდარტული ფასნამატი. ამ პირობებში 86% საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად გამოიყურება. აქაც ვიტყვი, რა თქმა უნდა, როდესაც ბიზნესი თავისი შეხედულების სამეფო მოქმედებს, ბუნებრივია ამას თავისი ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს, თუმცა აქ შემოდის სოციალური ფაქტორი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ბუნებრივია ჩვენთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დაბალანსდეს მაქსიმალურად ეს ინტერესები და ყველამ ერთად გვინდა რომ ვიზრუნოთ მოსახლეობის ინტერესებზე და შევეცადოთ მაქსიმალურად, რადგანაც ეს არის შესაძლებელი, ვიზრუნოთ ფასების დაწევაზე. მანამდე 21 იანვარს სასურსათო ფასებთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა. მომდევნო დღეს კი 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა. როგორც უსმა მედიასთან განმარტა გამოძიების ინტერესის საგანი ფასთა წარმოქმნის პროცესი და მათი შესწავლის მიზნით დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა იყო. იმავე დღესვე რითეილ ასოციაციამ, რომელიც 13 მსხვილ სასურსათო ქსელურ მაღაზიას აერთიანებს, განაცხადა, რომ სუსმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე წევრი კომპანიებისგან დოკუმენტაცია, მათ შორის ხელშეკრულებები, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები, ფაქტურები და ინვოისები გამოითხოვა. ასოციაცია წერდა, რომ ყველა წევრი კომპანია საგამოძიებო ორგანოსთან სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობს.